ხაჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელს და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე სასოფლო სამეურნეო ბარათებით მისაღებ მომსახურებაზე იმსჯელეს აგროქიმიკატებისა და სამეურნეო დანიშნულების ინვენტარის რეალიზაციის პროცესი განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ რეგიონში რეგისტრირებული 21 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მაღაზიის მონიტორინგი დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა, სარეალიზაციო ობიექტებზე რიგ საქონელზე ფასებს შორის განსხვავება არსებობს. უკანონო ფასნამატის ვაჭრობის გამო მონიტორინგის ჯგუფმა ამ დრომდე რეგიონში მხოლოდ 3 ობიექტი დააჯარიმა. თქვათ, ამონიუმის გვარჯილა. საქართველოს მასშტაბით ღირს 40 ლარი. ბარათზე იყიდება 40 ლარში, მაგრამ ბარათზე იმან 40 ლარში და 5 თეთრში რომ გაკიდოს, ჩათვალეთ რომ ის დაჯარიმებული იქნება. ბარი თქვენ მეუბნებით რომ ღირს 7 ლარი. აგრომაღაზიაში სერტიფიცირებულში და მეორეგანაც ღირს 7 ლარი. მაგრამ თქვენ მეორე შეკითხვას იმსვამთ, რომ ესე იგი სერტიფიცირებულში 11 ლარი ღირსო. 11 ლარი როცა ღირს, ესე იგი ის ყიდის ტარით. და მაგრამ ტარი სერტიფიცირებულ მაღაზიაში ესე იგი ამ ნომინალურ ბარათზე არ იყიდება. საქართველოში დაჯარიმებული არის ფასების მატებაზე 51 მაღაზია. აქედან პროექტს გამოვთიშეთ 3 მაღაზია, რომელიც იყო შემჩნეული სისტემატიური დარღვევებით. ეს დარღვევები აღნიშნება ფასების მატებაზე ძირითადად და მაღაზიებს, რომელსაც არ აქვთ ჩამონათვალი სია და ფასების ნუსხა, სადაც შეუძლია ყველა ბენეფიციარ შევიდეს და შეადაროს რა საქონელის ყიდვაც უნდა, რა ფასში შეუძლია იყიდოს. აჭარიდან არის დაჯარიმებული 3 მაღაზია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ წუთას ვადარებთ ფასებს, როგორც ვაუჩერის იმ მაღაზიებში, სადაც ვაუჩერების საფუძველზე ხდება სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი ინვენტარის გამოტანა, ასევე იმ მაღაზიებში, სადაც ესეთი პროცესი არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მინიმალური ფასების განსხვავება თუ დაფიქსირდა, რაც საბაზრო კონკურენციის პირობებში აბსოლუტურად მისაღებია ჩემი აზრით.